გოგოებო, გაოცებული ვარ, დედაჩემი ჩემი ახალი შეყვარებულის მარკუსის წინააღმდეგია. არ მესმის, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არ მოსწონს, რას უწუნებს? ხო, დიანა, შოკში ვარ, მარკუსი ძალიან საყვარელია და დედაჩემმა მითხრა, რომ გერა უკეთესი და უფრო საყვარელია ვიდრე აისი. მოიცადე, ნასტია, შენ მშობლებს გააცანი უკვე? ხო, მერე რა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ვინ მაცილებს სახლში. გოგოებო, რატომ არ მეკითხებით დედაჩემმა რა თქვა სლავაზე? კარგი, მერი, რა თქვა დედაშენმა სლავაზე, გითხარი? დედაჩემმა მითხრა, რომ სლავა მის ახალგაზრდობის შეყვარებულს გავს და ანუ კარგი გემონება მაქვს. ვაუ, მერი, რა მაგარია, ძალიან იღბლიანი ხარ. აბა დედაჩემმა მარკუს უხეში დაუძახა. მაგრამ დიანა, მარკუსი მართლა ეგეთია. შეიძლება მივიდეს არკესთან. არა, მარკუსი ნორმალურია. კარგი რა, დიანა, მთავარია შენ მოგეწონოს. დედაშენს არა, შენ უნდა აკოცო მას. ხო, ზუსტად ლოგიკურია ნასტია, ამიტომაც არ მივატოვებ. გოგოებო, რაღაც რომ გითხრათ, არავის არ ეტყვით. როდის გვითქვამს ვინმესთვის რამე? ხო, აქ მხოლოდ სანდო ხალხი ვართ მერი. გოგოებო, ხომ იცით რომ სლავა მუსიკოსია? დამპირდა რომ სიმღერას დაწერს ჩემზე. ვაუ, მერი, ანუ მალე შენ სიმღერას დაიწყებ? გოგოებო, სასაცილო არ არის. მალე სოფლიოში ცნობილი გავხდები. ხო, მერი, იოცნებე, კარგია. ბიჭებო, ვიცი რომ მე ამბოხეებთან ერთად ხართ. არ გინდათ რამდენიმე სიტყვა მითხრათ იმაზე თუ როგორია მათთან ურთიერთობა ჩემი სტატიისთვის? ინტერვიუს არ მოგცემთ, ურთიერთობები პირადულია. მორცხვები ხართ. კარგი, არა უშავს, ლეილა, ინტერვიუს არ გაძლევენ. მორცხვები არიან. თქვენზე ბევრი რაღაც გაგვიგია, ამ სკოლაში ვერთხებს გეძახიან, თქვენთან ლაპარაკი არ გვინდა. რა? გოგოებო, არ ნერვიულოთ, ავალაპარაკებ. ბიჭებო, შეგიძლიათ ლეილას ინტერვიუ მისცეთ, ის ამ სკოლაში საუკეთესო ჟურნალისტია, პოპულარულები გახდებით. ვაუ, ნახე რაიანი, როგორი საყვარელია, შეგიძლიათ დაიბრუნო მერე. ჩვენ სკოლაში ვართ პოპულარულები. მე უბრალოდ შემოგთავაზეთ. ვა, შეხედეთ აქ ვინები არიან. სმაილ დიანას გარეშე არიან, შეგვიძლია მივხედოთ. აბა ბიჭებო, ინტერვიუ. ხო, ჩვენს. ღმერთო ჩემო, რა მაგარი სტატია გამოვა. მოხვედით სხვების სკოლაში და გოგოები მოიპარეთ. ხო, ყველანი კარგად ხართ. წავდით ჩვენი სკოლიდან. მაქს ალბათ ამ სკოლაში ლამაზ გოგოები არ არიან. მოიცა რა თქვი? ჯობდა ამაში არ გარეულიყავით. უბრალოდ გშურთ რომ ჩერლიდერები აღარ გყავთ. არა, მორჩა. ვაიმე, ლეილა, ეს ზედმეტია. ჩერლიდერებს უნდა დაუძახოთ ახლავე. მე ამბოხეები ხო არ გინახავთ? ჩვენც მოგხვეძებთ. საპირფარეში არიან. მადლობა. მოიცადეთ, მოგყვებით. ნახე რა საყვარელი ზედაა. გამოიწერე მერე. ჯანდაბა დაკეტილია, მე ამბოხებო, აქ ხართ. ზედა სართულზე ჩხუბია. მე ამბოხებო, გააღეთ, სასწრაფოა. კარგი, გოგოებო, გავიდეთ აქედან, ძალიან დიდი ხანია აქ ვართ. მე ამბოხებო, სასწრაფოა. როდესაც მე ამბოხეები ტურჩსაც ისწორებენ, სასწრაფო არაფერია. მართლა, შენი ახალი შეყვარებული სმაილთან ჩხუბობს. დიანა, ისინი უნდა დააწნარო. გოგოებო, რა? მოიცა, ახლა ვარჯიში გვაქვს. მე ამბოხეებო. ეს სტატია ბომბი იქნება, კალათბურთელები და ახალი შეყვარებულები ჩხუბობენ მე ამბოხეებზე. ჯანდაბა ახლა ვუჩვენებ სმაილს, მე ტიმურს. მოიცადე, რატომ გარბიან? მოდი ეს შარვალი და ეს ზედა გამოვიწეროთ, ხო? სმაილ, ერთი წუთით აქ რა ხდება? ვერ გავიგეთ? დიანა, ბიჭების მეგობრობას ვერ გაიგებ. ხო, მე და სმაილი ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. ხედავ იქ კნოპა რო დგას, მე მიმატოვა და შენც მიგატოვებს. ხო. გინდა ამ შაბათკვირას კალათბურთი ვითამაშოთ. არა, ფეხბურთი ვითამაშოთ. არა, კალათბურთი ვითამაშოთ. არა, ფეხბურთი, კალათბურთი. ერთი წუთით არ მესმის, ეს ხუმრობაა? რა არის ეს? იგორ, მოშორდი ტიმურს. გერა, მაქსი ის არ არის, ვინ შენ გგონია. კიდევ კარგი, რომ სლავა დღეს არ მოვიდა სკოლაში. გოგოებო, მომისმინეთ, აქ რატომ მოხვედით? წავდით ივარჯიშეთ. მოკლედ, მარკუს, მინდა დღეს ჩემს სახლში წვეულება მოვაწყო. ხო წამოხვალ. რა თქმა უნდა, ბიჭებო, ხო წამოხვალთ. კი, წამოვალთ. მაგრამ სულობა გაიმარჯვეს. რაო? რა პრობლემაა? ვერ გავიგე. მერი? რა მერი, სლავა არ არის დღეს. კარგი ბიჭებო, ვარჯიშის შემდეგ დაგელაპარაკებით. ჩვენ ველაპარაკეთ. ბავშვებო, ფრთხილად სკოლა არის, დისკოტეკა კი არა.
აი, ხმას აუწიე. მეგობრებო, გთხოვთ, აქ ჭურჭელია, შეიძლება გატყდეს. გოგოებო, თქვენი კოქტეილები მოვიდა. და რისი გემო აქვს? ნესვის, იმიტომ რომ ანანასი აღარ არის კიდევ კარგი. ბანის მარწყვის კოქტეილები არასდროს ვიცლება. ჩვენ ბანი არ ვართ, ბაყაყები ვართ. მე რა, მაინც ჩრდილდერები ვართ და ყოველთვის უნდა იყოს. აბა რომეო, რა შეჭამ? იზია მაი არ მინდა საჭმელი, მადა არ მაქვს. რას გულისხმობ, მადა არ გაქვს. ხო იცი რომ ძალისთვის საჭმელის ჭამა გჭირდება. იზია მაი ჭამას ნუ მაწარებთ, უკვე დიდი ვარ. გამარჯობა მასწავლებლო მაიკ, გამარჯობა რომეო. გამარჯობა გოგოებო. აი ის მოკლედ ერთი პიცა მოგვიტანე, ორმაგი ყოლით და ორმაგი ძეხვით და ერთი კაკაოც ჩემთვის. რომეო ხო ხედავ გოგოები მოგესალმენ. გავიგონებ იზია მაი. გოგოებო გამარჯობა. რომეო რა გჭირს ამ ბოლო დროს აღარ მომწოხარ. გონი დედა შენს და მამა შენს უნდა დაურეგო. სხვათა შორის მასწავლებელი მაიკის მიშვილი რომეო კარგი ბიჭია რა? ხო, მაგრამ ჩემთვის არ არის. კი, ძალიან კეთილია. მე არ მინდა, მადლობა. კარგი გოგოებო, თქვენ თუ არ მოგწონთ, მე ვეცდები. რომეო, როგორ არის საქმეები? რომეო, უპასუხე. კარგად. აი ის რამე სასმელი გაგვიკეთე, ამდენი ცეკვის გარ მომწყურდო. მომისმინე, მინდა რომ სტილი შევიცვალო. რას ფიქრობ, რომ მოკლე ქვედაბოლოები ჩავიცვა ხოლმე, კარგი იქნება? ჯული, მე საიდან უნდა ვიცოდი, არ ვარ სტილისტი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოგიხდება და მოდურად იქნები. მადლობა პიცა. აი, წყალი მინდა გაზის გარეშე, დიეტაზე ვარ. აი, და მე მოჰიტო მინდა და რაც შეიძლება მეტი ყინული აქვს, ძალიან ცხელა. G A M A R J V E B A გამარჯობა. ამ ბიჭებს ჩვენ გავუმკლავდებით, ხო? და ყოფილ შეყვარებულებს გავაგდებთ, ხო? გოგოებო, ეს არ არის სლოგანი, ყოფილებს სხვა დროს იყურეთ. კი, ყოფილ შეყვარებულებთან ვიჩხუბებთ, ხო? მასკოთ, სხვათა შორის დავამთავრეთ ვარჯიში, 1 საათი წინ უნდა დაგვემთავრებინა. არა, 1 საათზე მეტი არ ყოფილა, 55 წუთი იყო და კიდე 5 წუთი დარჩა. მასკოთ, საერთოდ იცი რა მოხდა? ჩვენი ახალი შეყვარებულები და ჩვენი ყოფილები მეგობრები არიან. ხო, ზედმეტია, შეუძლებელი. გოგოებო, ეს რანაირად გაგვიკეთეს? ვაიმე, კიდევ კარგი სლავა არ არის დღეს. მერი, ჯერ არ ვიცით სლავა სად არის, შეიძლება დაურეკეს კიდეც. კარგად მასკოთ. წარმატებები. დავიღალი ამ შეყვარებულებით. ბავშვებო, სკოლის სტატიას ვწერ და დღეს იცით რა მოხდა? მე ამბოხების ახალმა შეყვარებულებმა იჩხუბეს ყოფილ შეყვარებულებთან. რას ფიქრობთ, აბა, რომელმა დაიწყო ჩხუბი? და რატომ გგონიათ რომ ეს გვაინტერესებს? აქ მოვიდით რომ ჩვენ შეყვარებულებთან ერთად ვიყოთ. ხო, კოსტა, დიმა, გააგდეთ, უთხრეთ რომ წავიდნენ. ჩვენ შეყვარებულებს თქვენი სტატია არ აინტერესებთ. ანუ არ ჩვენ არ გვაინტერესებს და შეგიძლიათ წახვიდეთ. თქვენ არ გისმით, ეს სკოლისთვისაა საჭირო. მაგრამ არ გვაინტერესებს ვინ რა ჩხუბი დაიწყო, წადით. ლეილა, ასე როგორ გვესაუბრებიან? კარინა, სიმღერის გუნდში კარგი ნიშანი ხო გინდა? მოიცადე რა? ძალიან კარგად გაიგე. ხო, მნიშვნელოვანი სტატია, მითხარით ვინ დაიწყო? აბა თქვენი აზრით, რამე თქვით? მე ამბოხები არიან დამნაშავეები, ყველაფერი მათი ბრალია. ხო, მეც ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა დიანას გამო. დიმა, დიანაზე არის საუბრო. ხო, და დავინახე დერეფანში როგორ მირბოდნენ, წინ დაუკან. ჩემი აზრით, კალათბურთელების დამნაშავეები არიან, ბიჭები უბრალოდ ისხდნენ. რაიან, დაგავიწყდა რომ უარი მითხრეს ინტერვიუს ჩაწერაზე? ხო, ზედმეტად თავში აქვს თავარდნილი. კარგი, ჩვენი აზრი გითხარით, ახლა დაგტოვეთ მარტო. დიმა, ძალიან მიყვარხარ, დიმა. საალთისფერო, მეც მიყვარხარ. მეგობრებო, წამოდით სხვას ვკითხოთ, ესენი აქ სიყვარულში არიან. წავიდეთ. ოსტა, გინა შევერჯიბროთ, ვინ უფრო დიდხანს აკოცებს. კარგი, მოდი, მარტივი იქნება. კარგი. აის 4 მოჰიტო. კარგი 4 მოჰიტო. გოგოებო, რატო ნერვიულობთ? პიცა, წარმოგიდგენია ჩვენი ახალი შეყვარებულები ჩვენს ყოფილ შეყვარებულებს დაუმეგობრდნენ. ეს შესაძლებელია? ჯანდაბა. არა, გოგოებო, მე ვერ წარმომიდგენია რომ აისის ყოფილ შეყვარებულთან უმეგობრობდე. პიცა, რა სასაცილო ხარ, არ მადარდებს აისი, ამიტომ მოჰიტო გააკეთეთ და დროზე. ნასტია, ახლა არ გინდა გთხოვ, უნდა დავიბრუნოთ შეყვარებულები. აი, წყვილებიც მოვიდნენ. მარკუს, რა მithქმა ხომ არ გინდა? მომისმინე, მართლა მეგობრები ხართ, ეს არანორმალურია. აი, ეს სინამდვილეა. პიცა, ჯობია ჩვენ ამაში არ ჩავერიოთ. მიდი ბიჭებთან და კითხე რას შევკვეთავენ. მოკლედ, ბიჭებო, აქ ძალიან გემრიელი ყავა და ძალიან გემრიელი ცხელი შოკოლადი და ძალიან გემრიელი პიცა. აი, ეს მიმტანი პიცაც ლომაზია და ისიც ყველაფერს გემრიელად აკეთებს. მოკლედ, მეგობრებო, ახლა რაღაცები შევკვეთოთ და ჩვენი მეგობრობა აღვნიშნოთ. პიცა, 6 პიცა და 6 ცხელი შოკოლადი მოგვიტანე. და მუსიკასაც აუწიეთ. კარგი, მოგიტანთ. გოგოებო, შოქში ვარ, მართლა აღნიშნავენ თავიანთ მეგობრობას?
პიცა ეს დიდი შეკვეთაა და კალათბურთელებიც კარგ ხასიათზე არიან. ალბათ იფებსაც დატოვებენ. და მე ვფიქრობდი მარცხენა ხელი რატომ მეფხანებოდა. ხო, პიცა ფულის გამო. მარკუს, არ მესმის, ახლა აღარ გჭირდები, ახლა სმაილით ჩამანაცვლე? მარკუს, მოდი მიაუხსნი ყველაფერს. დიანა, ბიჭების საუბარში აღარ ჩაერიო. ჩემს ყოფილს რატომ ელაპარაკები? ეს არანორმალურია. შენ მოგდი რომ იდიოტი იყო, არა და კარგი ბიჭია. რა? მომისმინე გროპა, წადი და შენი მოხიტო დალია. ვაიმე, კიდევ კარგი სლავა არ არის დღეს, მადლობა. მომისმინე გერა, ერთი ყოფილი მყავს და არავიტან შენს ურთიერთობას მაგსთან, ამიტომ გიკრძალავ მასთან საუბარს, გესმის? მომისმინე, მაქსი კარგი ბიჭია, უკვე გადავწყვეტეთ რომ ერთად ფეხბურთი ვითამაშოთ. კალათბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი. მარკუს. დიანა, გთხოვ, წადი. გოგოებო, იცით რა, დავფიქრდი და მგონი ამ სკოლაში უცხოების ადგილი არ არის. დროა მასწავლებელმა იქთან წავიდეთ. დიანა, ამას არ გააკეთებ. დიანა, ალბათ გეშინია რომ სმაილი შენზე რაღაცას მეტყვის. არა მარკუს, არაფრის მეშინია. გოგოებო, მასწავლებელმა იქთან. შეხვედრამდე. კნობა, შენ არ იცვლები. მომისმინე, ყოველთვის ასეთი იყო. ხო, და ამიტომაც დავშორდით. სწორად მიჭირავს? კი, რომეო, სწორად გიჭირავს. მთავარია ბიძია მაიკის ავიცილიერი იყო. მასწავლებელო მაიკ, გვაწყენინეს. რა? ვი? რომეო, მოდი ეგ ქვემოთ დაწიე. გოგოებო, რა მოხდა? ისევ გომბეშვებს ხო არ ეჩხუბეთ? არა, მასწავლებელო მაიკ, ამ სკოლაში არ დადიან, ვინც ჩვენ გვაწყენინა. ხომ იცით რომ ამ სკოლაში სხვების ადგილი არ არის? შეგიძლიათ გააგდოთ, გთხოვთ. კიდევ კარგი დღესლავა არ არის სკოლაში, ვაიმე. უცხოები შემოვიდნენ, სად არიან? კაფეში. ბიძია მაიკ, გამოყვებით. გოგოებო, ეს არ უნდა გამოვტოვოთ. აბა გოგოებო, ვინ გაწყენინათ? აი ამათმა. მასწავლებელო მაიკ, ყველაფერს აგიხსნით. მასწავლებელო მაიკ, გოგოებისთვის არაფერი არ დაგვიშავებია. გვაწყენინეს მასწავლებელო მაიკ. სკოლაში უცხოები არ უნდა იყვნენ. მასწავლებელო მაიკ, ყველაფერს აგიხსნით, გოგოები უბრალოდ მასწავლებელო მაიკ. გოგოებს ვერავინ ვერ აწყენინებს და უცხოებს შეუძლიათ აქედან წავიდნენ. თორე ჩემ ბიტას ავიღებ. სმაილ, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? არაფერი ბიჭებო, უბრალოდ ჯობია წახვიდეთ. ბიჭებო, წავიდეთ. გოგოებო, რას აკეთებთ? თქვენ რას აკეთებთ? მე რა დაგირეკავთ? არ არის საჭირო დარეკვა და თქვენ ბიჭებო, უნდა გაჩერდეთ. ხო, და ჩვენი ბიჭებისგან შორს დაიჭერეთ თავი. ბიჭებო, ამიხსენით გოგოებს რა დავაპრეზებთ? მასწავლებელო მაიკ, პირიქით, ისინი გვაპრეზებენ, ჩვენი წოვნება ჩაშალეს. არა, არ ჩაუშლიათ, ეგორმა მომწერა, რომ სკოლის მერე გარეთ დაგხვდებიან. მასწავლებელო მაიკ, ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ რომეოს უთხრათ, რომ შეგრული მუშტი აღარაა საჭირო. ბავშვებო, შოკში ვარ, რა გააკეთეს ჩვენმა ყოფილმა და ახალმა შეყვარებულებმა, მაგრამ კარგი არა უხავს, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ზარს. კარგით, მალე გნახავთ. კარგად! ბიძია მაიკ, ხوار გინდათ რომ მივხედო, რომეო დაწნარდი. კარგი, მექნება კიდევ ამის შანსი.